სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწროთ თქვენ და ჩვენი ქვეყანა და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი. ამინ. დღევანდელ დღეს დანო და ძმანო წაკითხული იქნა სახარება, რომელიც ყოველი სახარება რაღაცას გვასწავლის, მაგრამ ამ სახარებაში ერთი რაღაცა თითქოს უცნაურობა ჩანს. ჩვენი ყოფისა. უпростоრად მაცხოვრის განკაცებისა და ჩვენი ყოფისა მასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ჩვენი გვაქვს ეს სწავლება და ყოველთვის ვამბობთ ამას, რომ მაცხოვარი რომ განკაცდა, თითოეული მისი მოქმედება, თითოეული მისი რაღაცა ქადაგება არის სწავლება, ჩვენთვის რაღაცა მაგალითი, ჩვენთვის რაღაცა მოცემულობა, რომ ადამიანმა როგორ უნდა განვლოს თავისი ცხოვრება. მაგრამ წყალზე სიარული რა შუაშია? აი, მაცხოვარმა რატომ გააკეთა, რატომ იარა წყალზე, რატო გაიარა წყალზე ისე როგორც ხმელეთზე, რომ ეჩვენებინა როგორი ძლიერი იყო? კი ბატონო, რატომაც არა, შეიძლება ესეც ეჩვენებინა თავისი ყოვლის შემძლეობა, რომ შემოქმედია და მისგან არის ყველაფერი შექმნილი, მაგრამ კიდე უფრო სხვა რამე ამბავი მგონია მე მანდ და მოდით დღეს ვისაუბროთ იმაზე, რომ მაცხოვარი წყალზე რომ მიდის და პეტრე მას რომ ხვდება, აი ამ წყალში როგორ ეგებებიან მას მოციქულები. თუმცა კი ამ სახარების დასაწყისი ცოტა სხვანაირად არის. ჩვენ წინა კვირას გახსოვთ, ალბათ წავიკითხეთ 5000 კაცის დაპურება. ეს გაგრძელება არის ამ სახარებისა პირდაპირ. 5000 კაცის დაპურების შემდგომ მაცხოვარი სასწრაფოდ ეუბნება თავის მოციქულებს, რომ უნდა ჩაჯდეთ ახლა თქვენ ნავში და წახვიდეთ, გადახვიდეთ საწინააღმდეგო მხარეს, სხვა ნაპირზე და თვითონ რჩება იქ მარტო ხალხთან და ამის შემდგომ უშვებს ხალხს. ესეც კი კითხვას იწვევს, რომ რატო ჯერ ხალხი არ გაუშვა და მერე მოციქულები? იმიტომ რომ მოციქულებს ცოტა უცნაური რამ ახასიათებდათ, მაგალითად ცდილობდნენ, რომ ნაკლები ხალხი მიეშვათ ქრისტესთან. მაგალითად ბავშვები, რომლებსაც ეუბნებიან, რომ არ ფიქრობდნენ, რომ შეწუხდებოდა, დაიღლებოდა, რაღაცა თქვათ ხმაურს გამოიწვევდნენ ბავშვები და ესე იგი ხმაურს ეს ყუდროება არ უნდა დაერღვია. ერთია მოციქულების ფიქრი და მეორეა ღმერთი როგორ იქცევა, რომ გამოუშვით ჩემთან ბავშვები, როდესაც ამბობს. სწორედ ეს მდგომარეობა ჯერ მოციქულებს უშვებს, იმიტომ რომ ისინი არ ჩადგნენ ამ ხალხს შორის, იმიტომ რომ ამ ხალხს ყველას უნდა მასთან რაღაცა გარკვეული შეხება ჰქონდეს. ფიზიკური იქნება თუ ესეთი ვიზუალური, რომ დაინახონ უფრო ახლოდან, ვიდრე ესე 5000 კაცი ერთ მანძილზე ერთ წერტილში ვერ დადგებოდა, მოგეხსენებათ, რაღაცა გარკვეული ფართი იყო, რომელსაც ვიღაცა წინ იდგა და ვიღაცა უკან. ამიტომაც რჩება მაცხოვარი სრულიად მარტო, ჯერ მოციქულებს გაუშვებს, მერე ხალხს და ლოცულობს განმარტოვებით, ესეც რა თქმა უნდა, ძალიან დიდი საიდუმლოებაა მაცხოვრის ლოცვა, თუმცა კი მაგალითია, დადებული მაგალითია პირდაპირ იმისა, რომ შენ როგორ უნდა იცხოვრო და როგორ უნდა იცოცხლო ადამიანმა, რომ ლოცვის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, რადგანაც ჩვენ თუ როგორც დავიწყეთ დღევანდელი სიტყვა, რომ ვამბობთ, მაცხოვარი განკაცდა, იმიტომ რომ თითოეული მაგალითი, თავისი ცხოვრებისეული მაგალითით მოგცეს ჩვენ როგორ ვიცხოვროთ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ ნამდვილი ცხოვრება მაშინ არის თუ კი ადამიანი ლოცულობს და ამ ასეთ შემთხვევებს ჩვენ ხშირად ვნახულობთ, რომ მაცხოვარი მაგალითად ლოცულობს, ოდესაც ტრაპეზზე ჯდებიან, აკურთხებს ტრაპეზს. მაცხოვარი ლოცულობს, ოდესაც პეტრესთვის ლოცულობს, ლუკას სახარებაშია მოთხრობილი, რომ მეო ვილოცეო შენთვისო, იმიტომ რომ ეშმაკმაო, მოინდომაო, შენი შთანთქმაო, მოკლედ დაახლოებით ესეთი შინაარსია, თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ, თავი არ მახსოვს, მაგრამ ნამდვილად ესეა. მაცხოვარი ლოცულობს გეცამანის ბაღში, გახსოვთ, ოდესაც რაღაც განსაკუთრებული დღეებია. მაცხოვარი ლოცულობს თავისი მოციქულებისთვის, მოწაფეებისთვის. გახსოვთ, იოანეს მე-17 თავი არის, ეს მე-9 მუხლიდან იწყება, რომ თავის მოციქულებს ავედრებს ის ღმერთს. მაცხოვარი ლოცულობს თავისი ჯალათებისთვის. როდესაც ეუბნება, რომ შეუნდე უფალო არ იციან რას აკეთებენო. მაცხოვარი ლოცულობს ფსალმუნის სიტყვებს ამბობს, როდესაც ჯვარზე გააკრავენ, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევე მე. ეს ფსალმუნის სიტყვებია. ამიტომ ეს მაგალითი, რომელიცაც ახლა ჩვენ ვამბობთ, რომ მაცხოვარმა დაგვიდო მაგალითად, ეს არის ლოცვის მაგალითი. არის საერთო ლოცვა
მაგალითად ტრაპეზის წინ, როდესაც ერთად არიან, მაგალითად, როდესაც ისინი ერთად აღასრულებენ რაღაცა გარკვეულ ლოცვას, მაგრამ არის კიდევ რაღაცა პირადი, რომელიც ადამიანს უნდა გაგაჩნდეს. რომ შენი ურთიერთობა უნდა გქონდეს ღმერთთან. აი ეს პირადი ურთიერთობა, პირადი ლოცვითი ურთიერთობა, პირადი გამოცდილება ღმერთის შეძენისა. ამის შემდგომ არის რომ შუა ზღვაში არის ეს გემი, შუა ზღვა მოგეხსენებათ როგორი ადგილია, რომ ალბათ ყველაზე ღრმა ადგილია. მეოთხე სახმილავი გახლავთ შუა ღამე. სახმილავები ნიშნავს, ესე იგი, დღის და ღამის მონაცვლეობა მაშინ ესე იზომებოდა. ეს გახლავთ შუა ღამე და აი ამ შუა ღამეზე არის ძალიან დიდი შტორმი და მოციქულების ეს ნავი არის საშინელ მდგომარეობაში, მოკლედ ამ დიდი ტალღებისგან შეიძლება ითქვას, რომ მიხრჩობი, აი უკანასკნელი იმედიც კი გადაეწურათ, რომ გადარჩებიან, ისეთი ღელვა არის. და ამ დროს ხედავენ წყალზე მომავალ იესოს, რომელიც ფეხით ისე მოდის ამ წყალზე, როგორც მყარზე, როგორც მიწაზე ჩვენ შეგვიძლია სიარული. და ისინი შეშინდებიან, იმიტომ რომ იფიქრებენ რაღაცა სული არის. რატო შეშინდებიან წყალზე მოსიარულეს სულით, ისე გიფიქრიათ ამაზე? იმიტომ რომ მათ იცოდნენ გარდამოცემით, რომ ფარაონი დაიხრჩო წყალში, ზღვაში, შუა ზღვაში. ხო გახსოვთ ეს ისტორია? მოსემ მეწამული ზღვა რო გამოიარა, როგორ გამოიარა? კვერთხი დაარტყა აი ამ ზღვას, ზღვა გაიპო შუაზე. შევიდნენ მოსე და მისი თანმხლები ხალხი. და უკან მოსდევდა ფარაონი თავისი ჯარით. და როდესაც მოსე და თავის ხალხი გამოვიდა მშრალზე, ზღვა კვლავ შეერთდა და ფარაონი და მთელი თავის ჯარი დაინთქა წყალში. ამიტომ ებრაელები ძალიან უფრთხოდნენ და ეშინოდნენ ღამე წყალში გასვლას. იმიტომ რომ ფიქრობდნენ, რომ იქ ის აჩრდილი, ფარაონის აჩრდილი კვლავ დაძრწოდა და კვლავ ცდილობდა მათ შთანთქმას. იმიტომ რომ ესეთი ადამიანური ზრახვები ჩვენ ხშირად გვაქვს. რაღაცისა რო შეგეშინდება ბავშვობაში, ხანდახან შეიძლება მთელი ცხოვრება გაგყვეს. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იცი რომ საშიში აღარ არის, მაგრამ მაინც მიყვება ხოლმე რაღაცა ესეთი აკვიატება არის, შეიძლება ესე ითქვას და მე ეს ხალხურათაც კი გადაეცემა ხოლმე, რომ რაღაცა ბაბუა შვილიშვილს უყვება რაღაცაზე, რომ საშიში იყო და ამ დროს სულ არ ყოფილა საშიში, მაგრამ შვილიშვილსაც საერთოდ არ უნახავს გავს სიტუაცია, მაგრამ შეიძლება ეშინოდეს აი ამ გაურკვეველი რაღაცა აბსტრაქტული მოთხრობისა, რომელიც რეალურად არც კი არსებობს. არსებობს, რა თქმა უნდა, ის რომ ფარაონი დაიხრჩო, მაგრამ არავითარი აჩრდილები წყალზე ფარაონისა არ დაძრწოდნენ. თუმცა კი ეს გამოთქმა მათში არსებობდა. რატომ გიყვებით ახლა ამ ამბავს ესე წვრილად? იმიტომ რომ მათ იფიქრეს, რომ ხო, აი უკანასკნელ წუთებში არიან, რომ რაღაცა ფიქრობენ, რომ ახლა ამოტრიალდება და აქედან გაცურვა შეუძლებელია მით უმეტეს ასეთ ბობოქარ ზვირთებში და რადგანაც დაინახეს აჩრდილი, ეხლა ფიქრობენ, რომ უკვე გადაწყვეტილია მათი ბედი, რომ ყველანი აქ უნდა დაიხრჩონ. იმიტომ რომ აჩრდილიც კი ერთია, რომ ეს ზღვა არ წყნარდება და მეორეა, რომ აჩრდილი, რომელიც გამოჩნდა, ეს უკვე დასტურია იმისა, რომ ამ აჩრდილმა ეხლა ფარაონის აჩრდილმა უნდა ჩაითრიოს ისინი და როგორც თვითონ დაიხრჩო იმ ზღვაში, ესე უნდა დაახრჩოს ესენიც. და ამ დროს მაცხოვარი ანუგეშებს მათ და ეუბნება ამ სიტყვებს, რომ ნუ გეშინია. მე ვარ. და პეტრე მიმართავს მას ასეთი სიტყვებით, რომ თუ შენ ხარო, მიბრძანე, რომ მე შენთან მოვიდეო. და მაცხოვარი ეუბნება, რომ მოდის და გადმოდის პეტრე და მოდის მართლაც წყალზე, მაცხოვრისკენ მიემართება. აი ეს გახლავთ დღევანდელი სახარების მთავარი სასწაული, რომლის შესახებაც ჩვენ დავიწყეთ საუბარი და ვთქვით, რომ აი რაღაცის მომცემი ხო არის, რაღაცა თითოეული დეტალი, კი არა თითოეული ბგერა შეიძლება იყოს სწავლება სახარებაში და რა შეიძლება გვასწავლიდეს ჩვენ, რომ მაცხოვარი დადის წყალზე. სინამდვილეში ეს წყალი და ეს აბობოქრებული ზღვა ეს ჩვენი ცხოვრებაა. მაგრამ როგორ ლოცულობ შენ ადამიანო, რომ გაუმკლავდე აი ამ აბობოქრებულ ზღვას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ამას გასწავლის დღევანდელი სახარებით შენ მაცხოვარი, რომ პეტრემ გააკეთა აბსოლუტურად სწორი არჩევანი. როდესაც შენ მსგავს აბობოქრებულ სიტუაციაში ხარ, შენ ცხოვრებისეულ სიტუაციაში. ხშირად იმას კი არ ამბობ, რომ მეც მოვიდე შენთან ღმერთო, არა, ასე არ ლაპარაკობ, ასე ამბობ, რომ დაცხრეს ეს აბობოქრებული ზღვა. ეს არასწორია. იმიტომ რომ
იმიტომ რომ შენ გავაწყდება მთავარი რა არის. ეს ზღვა შეიძლება ამ წუთში დაცხრეს, მაგრამ ხვალ ისევ ღელვას დაიწყებს. ამიტომ შენ თუ იქნები გამუდმებულად ერთ და იგივე წრეზე ირბენ. მიხვედი ღმერთთან იმის სათხოვრელად, რომ დაცხრეს ეს ზღვა, დაცხრება დღეს, მაგრამ ხვალ ისევ აბობოქრდება. თუ მიხვედი და ხვალაც თხოვე, კი დაცხრება, მაგრამ ზეგივე ისევ აბობოქრდება. მაგრამ თუ შენ ეტყვი, რომ ცენტრში დააყენებ არასაკუთარ თავს, რომ ზღვის დაცხრომა გინდა, არამედ დააყენებ ქრისტეს, ვისთან ყოფნაც გინდა, შენ აბობოქრებულ ზღვას ვეღარ ხედავ. ისევე როგორც პეტრე ვეღარ ხედავდა მას. პეტრემ როგორც კი სწორი არჩევანი გააკეთა, მიბრძანე რომ მე შენთან მოვიდე, პეტრე საერთოდ აღარ ახსოვს 5 წამის წინ გარდაცვალების შიშს როგორ განიცდიდა და რო ეგონა რომ კვდებოდა და აჩრდილად რო ეჩვენებოდა ქრისტე, ეს აღარ ახსოვს. არც ის აღარ გაახსოვს ქარიშხალი როგორ ანგრევს და ამტრევს ამ ნავის კიჩოს და არც ის აღარ ახსოვს და ვეღარ ხედავს ეს აბობოქრებული ტალღები როგორ ცდილობენ მის შთანთქმას. ერთადერთი მისი მხედველობის არე, საითაც არის მიმართული, ეს არის იესო ქრისტე და მიემართება მისკენ. ისე მიემართება, რომ იმასაც ვერ ხვდება, რა სასწაულს აღასრულებს თვითონ ამ შემთხვევაში, რომ წყალზე დადის, აბობოქრებულ წყალზე დადის, როგორც ხმელეთზე. ამიტომაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაა ეს, რასაც გვასწავლის დღევანდელი სახარება, რომ შენ აი ამ აბობოქრებულ ცხოვრებაში არ აქვს მნიშვნელობა ვის რითი რომელი ტალღა შეეხება და რომელი ტალღით შეარყევს მის ცხოვრებას, ესე იგი ამ ქვეყნიურ ცხოვრებას რაღაცა ფინანსური დანაკარგი იქნება, რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა იქნება, რაღაცა განსაცდელი სხვა უამრავი შეიძლება იქნას ჩამოთვლილი ადამიანის ცხოვრებაში, რომელმა ტალღამაც შეიძლება დაგარტყა და გონია რომ დაანთქმას აღარაფერი აღარ გიკლია, ეხლა და უნდა შთაინთქა. მაგრამ ღმერთი გეუბნება რომ ნუ გეშინია. და ამ ნუ გეშინიაზე შენი პასუხი რა არის? რომ გამომისწორდეს ფინანსური მდგომარეობა, თუ გამომისწორდეს ჯანმრთელობა, თუ გამომისწორდეს რაღაცა განსაცდელი, თუ უკეთესობისკენ რაღაცა სწრაფვა მინდა და ვფიქრობ რომ ამ პრობლემის გადაწყვეტით მორჩება, ესე იგი ჩემი უკეთესობისკენ სწრაფვა დაიწყება სწორედ ამით, რომ ეს პრობლემა გამოსწორდება. და სინამდვილეში ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ეს პრობლემა თუ გამოსწორდა, ხვალ ახალი პრობლემა დაიწყება, იმიტომ რომ ამ შუა ზღვაში ხარ. ეს ღელვა ხან ჩაწნარდება და ხან კვლავ იქნება. მაგრამ თუ კი ღებულობ ამ სწორ გადაწყვეტილებას, რომ ამბობ რომ მიბრძანე რომ შენთან მოვიდე, აღიარებ მის ყოვლის შემძლეობას, რომ არა მარტო ამ პრობლემების, არამედ ზოგადად შენი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, მას საუკუნო სიცოცხლის მონიჭება შეუძლია. ამას აღიარებ, მის ყოვლის შემძლეობას აღიარებ და თუ კი შენი მხედველობის არეში მხოლოდ ის რჩება, სხვა ყველა პრობლემა განა აღარ არსებობს, როგორ არ არსებობს. შენი ცხოვრების პარალელურად იარსებებს ეს პრობლემები, მაგრამ ყველაფერი ეს დროებითად მოგეჩვენება და ეს პრობლემები სასოწარკვეთილებაში არ ჩაგაგდებს, ხელს არ ჩაგაქნევინებს ცხოვრებაზე და არ გათქმევინებს ისე რომ всё ვიხოცებით, მორჩა, აღარ არის გამოსავალი, აგერ ფარაონის აჩრდილიც გამოჩნდა. ეს კი არ იქნება შენი დამოკიდებულება. არამედ იქნება შენი დამოკიდებულება სწორი ისევე როგორც პეტრემ. განაცხადა რომ მიბრძანე რომ შენთან მოვიდე. და მიდიოდა მანამ სანამ ხედავდა იესოს. სანამ თავი არ მოატრიალა და კვლავ ტალღებს არ შეხედა. ანუ კვლავ პრობლემებს დაუბრუნდა, მაშინვე იწყო დანთქმა. იმიტომ რომ ჩვენი დანთქმა სწორედ ასე ხდება. ამ პრობლემებში ხდება, გაუთავებელ პრობლემებში, რომელიც არასდროს არ სრულდება. ერთს მოაგვარებ, სხვა დაიწყება. ასეთია დაცემული ბუნებაში, დაცემულია ეს დედამიწა და ეშმაკები დაძრწიან და ცდილობენ ვინ გადაყლაპონო, ასე წერია. და ამიტომაც ერთი პრობლემა რომ მორჩება, აუცილებლად ახალი პრობლემა იწყება. მაგრამ შენი მზერა თუ ქრისტესკენ არის, მაშინ ამ პრობლემებს აი ესე გადააბიჯებ, ისე როგორც აბიჯებდა აბობოქრებულ ტალღებს პეტრე. მაგრამ თუ ხოლოდ ამ ტალღებს უყურებ და ქრისტეს ვერ ხედავ, რა თქმა უნდა შეგაშინებს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მიხვდები, რომ ადამიანური ძალით
აბსოლუტურად შეუძლებელია ამ ტალღების გადალახვა. ადამიანური ძალით, როგორი კარგი მოცურავეც არ უნდა იყო, ამ ტალღებს ვერ გაუმკლავდები. ერთადერთი ნუგეში არის ქრისტე, რომელსაც შეუძლია რომ გაგამარჯვებინოს. განა ის რომ ამ ტალღებთან ჭიდაობა დაგჭირდება, არა, მასზე ისე გაივლი როგორც მყარზე. ამიტომაც ჩვენი სარწმუნოება უნდა იყოს ეს. დღევანდელი სახარება სინამდვილეში ამ სარწმუნოებაზე ლაპარაკობს, რომ არის კი შენში ეს სარწმუნოება. აი ჩვენ დავდივართ ახლა ეკლესიაში. ვართ მრევლი ვამბობთ, ქრისტეს აღსარებლები ვართ. გვაქვს კი ასეთი სარწმუნოება? აი ამ ტალღებიდან, როგორც კი მოიცლი რომ გამოხვიდე შენი ყოველდღიური ცხოვრებიდან და მოდიხარ წირვაზე. ეს ხომ ეს შეხვედრის ადგილია. აი სწორედ ეს მიმართულებაა რომ ეხლა შენ ამ ტალღებიდან, ამ აბობოქრებული ზვირთებიდან მოდიხარ ქრისტესკენ და ეს არის შენი დანიშნულება რომ წირვაზე მას შეხვდე, მასთან მიხვიდე. მაგრამ აქაც კი რომ კვლავ იქეთ-აქეთ ამ ტალღებისკენ იყურები, იმიტომ რომ შენი გონება რომელმაც უნდა მოახდინოს ეს კონცენტრაცია, რომელმაც უნდა ესე იგი აბსოლუტურად აი ეს მხედველობის არე ერთი მიმართულებით კონდეს და ქრისტეს ხედავდეს, ამის ნაცვლად კვლავ იქეთ-აქეთ იყურება შენი გონება და ხედავს აი ამ ზვირთებს, რომლებსაც ფიქრობს რომ ვერ გაუმკლავდება და იწყებს ფიქრს ახლა როგორ შეიძლება, რა გზით შეიძლება გაუმკლავდეს და ავიწყდება ეს ვისთან მოვიდა და რატომ მოვიდა. ზუსტად ასეა, ჩვენ ცხოვრებაში ხომ ზუსტად ასეა. ამიტომაც რატომ გიკვირთ ის რომ პეტრემ დანთქმა დაიწყო? დანთქმა დაიწყო პეტრემ ისევე როგორც თქვენი გონება დაინთქმება ხოლმე ამ არსებულ პრობლემებში, მიუხედავად იმისა რომ გამოვიქეცი ქრისტესკენ. მაგრამ ხანდახან ეს გამოქცევაც არ იყო სწორი, იმიტომ რომ არ ვიცოდი რატომ მოვდიოდი. იმიტომ კი არა რომ მიბრძანე ქრისტე რომ შენთან მოვიდე, არა, მოვდივარ იმიტომ რომ ზღვა დააწყნარო, იმიტომ რომ ტალღები აღარ იყოს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ადვილი იყოს. ამისთვის კი არ უნდა მოხვიდე, იმისთვის უნდა მოხვიდე, რომ ქრისტე უნდა გინდოდეს და გწყუროდეს. მასთან ყოფნა უნდა გინდოდეს და უნდა ხედავდე მასში მხსნელს და გადამრჩენელს. ამიტომაც თუ ეს დაინახე და აქამდე მოხვედი, ეხლა თავს იქეთ-აქეთ ნუღარ ატრიალებ, კვლავ პრობლემებისკენ ნუღარ მიიდრიკება შენი გონება და შენი გული, იმიტომ რომ აქ ქრისტე უნდა გეგულებოდეს, რომელიც არის მხსნელი და გადამრჩენელი. და თუ კი მიიდრიკება, საშველიც არსებობს. როგორც პეტრემ დაიძახა, მიხსენი მე ღმერთო. მიშველეო დაიძახა პეტრემ. და მაშინვე ხელი გაუწოდა მას იესომ და ამოიყვანა ამ აბობოქრებული ზღვიდან. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. პრობლემას ეშველება მაშინ, თუ კი ქრისტე გვყავს ცენტრში და არა საკუთარი თავი. აუცილებლად ყველა პრობლემა მოგვარდება. არ გულისხმობ ამ პრობლემის მოგვარებაში იმას, რომ არანაირად არ გულისხმობ, რომ რაღაცა ახლა თქვა შეიძლება ისეთი დანაკარგი იყოს, რომელიც ვეღარ აღადგინო ადამიანმა ცხოვრებაში. ეს კი არ არის პრობლემის მოგვარება. პრობლემის მოგვარება ის არის, რომ ეს სასოწარკვეთილებაში არ ჩაგაგდებს და ხელს არ ჩაგაქნევინებს ცხოვრებაზე. აი ეს არის პრობლემის მოგვარება. და მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გამოხვალ ამ პრობლემით. აი ეს არის უპირველესი ჩვენი საზრუნავი, რაც უნდა იყოს. ამიტომაც გამოსავალი როგორც გითხარით ყოველთვის არსებობს. ერთი ის, რომ შენი მხედველობა, მზერა მიპყრობილი უნდა იყოს ქრისტეზე. მეორე ის, რომ მიუხედავად იმისა, გაგექცევა ხან ეს გონება, გაგექცევა ხან ეს მზერა სხვა მიმართულებით. მაშინვე უნდა გაგახსენდეს პეტრეს ეს სიტყვები, რომ მიშველე და ხელი გამოწვილია მაშინვე შენ საშველად. ამის შემდგომ ისინი ადიან ნავზე, წყნარდება ბუნება, წყნარდება ზღვა და წყნარდება ქარიშხალი და გადადიან მშვიდობიანად მეორე ნაპირზე. აი ეს მეორე ნაპირი გახლავთ უკვე ის ნაპირი, რომელ ნაპირზე მშვიდობიან გადასვლაცაც ვისურვებდი მე ყველა თქვენთან ერთად, რომელსაც ქვია ცათასასუფეველი. ამინ. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ქრისტე ღმერთო.